საფრანგეთში პარი სენ-ჟერმენი აჩქარებს შემადგენლობის შემცირების ოპერაციას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, რომელიც საფრანგეთსა და უმეტეს უმაღლეს ლიგებში 1 სექტემბერს იხურება. როგორც ლე პარიზიენი იტყობინება, PSG-ს 6 ფეხბურთელის წასვლის დასასრულებლად 1 კვირა აქვს. ყველაზე სასწრაფო საქმე ჯანლუიჯი დონარუმას ეხება. როგორც გუშინდელ სიახლეებში იყო ახსნილი, მანჩესტერ სიტი კოკმანობს, ყველაფერი ედერსონის საქმის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. მოახლოებული ვადის მიუხედავად, პარიზული კლუბი იტალიელი მეკარის გაყიდვას არ აპირებს 40 მილიონ ევროზე ნაკლებად. არნაუტ ენასმაც დაემშვიდობა პარკ დე პრენსის გულშემატკივრებს დამშაბათ კვირას. ესპანელი ვილიარეალში მიემგზავრება, ელ პერიოდიკო მედიტერანეოს ბოლო ინფორმაციის თანახმად, რომლის დადასტურებაც შეგვიძლია, პარი სენ-ჟერმენი და ვილიარეალი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთო ენის მოსაძებნად. ლუის კამპოსმა ასევე უნდა მოაგვაროს 2 ესპანელის, მარკო ასენსიოს და კარლოს სოლერის საქმეები, რომლებიც იჯარით დაბრუნდნენ. რანდალ კოლომუანის შემთხვევაში სიტუაცია ჭიანურდება. PSG და იუვენტუსი იჯარით გამოსყიდვის ოფციით თამამად მუშაობენ, თუმცა ფინანსურ პირობებზე ვერ თანხმდებიან. საბოლოოდ, PSG-ს პრესნელ კიმპემბესთვის ცოტა მეტი დრო ექნება. მისი მნიშვნელოვანი როლის მიუხედავად, პარიზელი წასვლის პირასაა. განიხილება ყატარში დაბრუნება, რომლის სატრანსფერო ფანჯარა 16 სექტემბერს იხურება.